ჩვენს ქალაქში არაფერი მაოცებს, შუაღამით სისხლივით თუ მაკოცებს. ამ სიტყვების ავტორი, პოეტი და მსახიობი ნიკო გომელაური დღეს 44 წლის გახდებოდა. ის 2010 წელს ძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. არ ჩერდებაო დრო ვიღაცა ბრძენმა ბრძან და ეთანხმება ბრბო ასე არ არის განა როცა მოცარტი ნოტებს არ ჩერდა დროებით შერცვა დროს და გაჩერდა მისი ლექსები საინტერესო თემატიკით ახლობელი გახდა არა მარტო მისი თანამედროვეებისთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც. აღსანიშნავია ნიკოს მიერ შესრულებული როლები კინოშიც და თეატრშიც. ის ერთნაირად წარმატებული იყო როგორც ქართულ თავისუფალ თეატრში, ასევე რუსულენოვან გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. ხოლო მისი კინოროლები ფილმიდან იდიოტოკრატია და ყველაფერი კარგად იქნება ძალიან დასამახსოვრებელი იყო. ნიკოს ლექსები ითარგმნა რუსულ, ინგლისურ და შვედურ ენებზე. არათაუნდაბლური ლექსი, მიხვდები რატო არათაუნდა. მე შენ მოგიძღვენი ნაზი აკორდები. გაჩუქე სიტყვები და არა ვარდები. როგორ ვიფიქრებდი ასე აგორდები. როგორ ვიფიქრებდი ასე ავარდები. ცხოვრება ჩოგბურთი. გავცვით კორტები. თვალები დავხუჭე, გავხსენი კარტები, მე ხომ მოგატყვე, რატომ არ შორდები, მე ხომ მოგატყვე, რატომ არ მწარდები, ჩემი სიცოცხლეა, ყვითელი ფოთლები, თოვლი და ტალახი, შავთეთრი კადრები, მე ჩავფერფლები, მე ჩავი ბოთლები, მე შენ არ გჭირდები, მე არ გეკადრები. თუმცა თუ ასეთი ლექსი ჩაბარდება, ვინ არ აგორდება, ვინ არ ავარდება. ხელოვნების დრო და ქართველ პოეტსა ერთი ჯგუფი დღეს ეწვია ნიკო გომელაურის საფლავს, რათა კიდევ ერთხელ პატივი მივაგოთ მის ნათელ ხსოვნას, გავიხსენოთ მისი ლექსები და გავიხსენოთ საერთოდ ეს ადამიანი. მე რომ წავალ, ალბათ იტყვის დედა, ეს რა კარგი გამიზრდია შვილი. დაინატრებს ის დღემისა ნეტავ პირველად რომ დამიკერა ღილი. როცა წავალ, გაიხსენებს მამა პირველად რომ ნახა უკვე დიდი. კარგია რომ არ გამათა მამა, კარგია რომ ასე კარგად მსჯიდი. წავალ, მჯერა მერე იტყვის ქალი, შესაძლოა დაიღვაროს ცრემლად. ეცოცხლაო ყოფილიყო მთვრალი, მთავარია ვიქნებოდით ერთად. მე არ ვიცი რას იფიქრებს შვილი, ალბათ ცუდს და ალბათ ცოტა კარგსაც. თვითონ ვიცი მოვაკელი ხილი, დავაკლებდი ნაყინსაც და მარწვსაც, რა სიტყვიან ძმები წავალ როცა, ალბათ იქაც შემფიცებენ ძმობას, ჩემს გარეშე დაიცლება ბოცა, ჩემს გარეშე ახლებიან გრძნობას. იქ კი ვიცი ვინც დამხვდება იტყვის, მუდამ სცდიდა თავის ბედს და წერას. კარგი არ უკეთებია თითქმის, თუ არ ჩავთვლით რაღაც ლექსის წერას. მე მინდა რომ ვუპასუხო ყველას, ქალებს, შვილებს, ჩემიანებს, მასას, მოერიდონ უსაფუძვლო ხელვას, არ ვაპირებ მე ჯერ არსად წასვლას. ნიკო გომელაური ჩვენი თანამედროვეობის ერთ-ერთი გამოჩენილი ადამიანი, პოეტი, ხელოვანი, შემოქმედი, ძალიან დასამახსოვრებელი ტიპაჟი კინემატოგრაფში, თეატრში და ეს ყველანი ვხედავთ ტელეეკრანებზე, ხშირად, საკმაოდ ანგაჟირებულიც იყო და ასეთი რაღაც მინდა ვთქვა, პარადოქსულია ჩემთვის პირადად იყო ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ასეთ კანონზომიერება აღმოვაჩინე ბოლოს. მეგონა რომ ამ კაცს, აი ამ ასეთ
რაღაც ძალიან თითქოს ეს ძალიან ულტრა თანამედროვეობაში გათქვეფილ ადამიანს მეგონა თითქოს სულ აღარ აინტერესებდა ის რაც მის ლექსებში აღმოჩნდა მე რას გულის ამ ლექსებში არის ღვთისადმი ძალიან დიდი დაფიქრება ეს ძალიან მაღალი ცნობიარე და ღრმა რელიგიური თემები და სამშობლო საქართველო ჩვენი საზოგადოება ერთგვარად დეგრადირებული რაღაც გარდატეხის გზაზე მდგარი ადამიანები თავისი დრამები თავისი ტრაგიზმით მთელი ეპოქა არის ასახული აი ამ კაცის შემოქმედებაში მის პოეზიაში და ამდენად დღითი დღე ჩემთვის ნიკო გომელაური უფრო და უფრო ღირებული გახდა და გახდება ის უფრო მეტი და მეტი კითხველისთვის დარწმუნებული ვარ რა დრო გავა ვინ დამბადა ასე ფლიდი, ასე წყნარი, ასე დიდი, ასე ცუდი, ასე კარგი, ვინ მასწავლა ასი დარგი, ვინ აბრალებს ძუძუს წევლას და მიწუნებს ცოლად ყველას, ვინ ჩამარტყამს თავში უროს, ასე ჩემთან სხვა ვინ ხუმრობს, ან იმ ღამეს ვინ გამათბობს, მე ჭაღარა რომ დამათობს, ვის დაუთმობ ზედმეტ სიტყვას, ვერც აუხსნი როგორ მიყვარს, ვინ იქნება მუდამ ახლოს, მაშინაც კი შორს თუ სახლობს, ვინ იქნება ვინდა დედა, 12 ივლისს დამებედა. როგორი იყო, აბა რა ვიცი, ასე ამბობენ, ხონდა წვერები, 2000 წელი განვიცდი, ჩარევა არ ღირს, მაგრამ ვერევი, როგორ აკოცა უფალს ლოყაზე, ცოტათი მაინც მორიდებოდა, მეჯავრებოდა ზოგჯერ მოყვასი, მაგრამ ღალატი არ მინდებოდა, არადა კოცნის, არადა ყიდის, იცის მოჰკლავენ, განაშტერია, ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის, თავის სიმცირეს ვერ მოერია, ისტორიაში დარჩა იუდა, დღესაც აქ არის, არ გაიგდა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს 44 წლის გახდებოდა, ნათელში იყოს მისი სული და აცხონოს ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფევი და დამკვიდრებულიც ექნება ცხათაში და მართალთა შორის. ნიკო გომელაურის ამ შესანიშნავ შემოქმედებას. ვგავდი გმირს ხან ვგავდი გივის, ხანაც გავას ვგავდი. ზოგჯერ თავში რა არ გივლის ყაყაჩოსაც ვგავდი, ვკრავდი კარავს, კრავებს ვკლავდი, უკარება ვკერე. გამდიოდა ტანში ლანდი, რა მოვიმკე მერე, ვენდე ბინდს, ხან ვიღაც ბონდოს, ხანაც ბანდებს ვენდე, მაგრამ ის ვინც მე რომ მენდოს, ვერ ვიპოვე დღემდე. აბა რა გითხრათ? რით გაგახარო? თქვენ ჩემზე უკეთ იცით ხოველი. ხან ქედმაღლურად თავი დავხაროთ, ხან პირფერობას თქვენგან მოველი. ჩემგანაც ვიცი ალბათ რთული აუტანელი თვრალი ფრაზები, ზოგჯერ ბოდოები გამართული მაქვს, ზოგჯერ უზრდელიც დავიხაზები თვალებ ნაზები. ბუმბერაზები დიდ არტისტებად მოვიაზრებით, ხვალ დავჭირდებით ნეტავის რაში. რა საშიშია ეს ხშირი ტაში, აბა რა გითხრათ? რით გაგახაროთ რომ დაგამწუხროთ, რა უნდა გითხრათ? განსაკუთრებულ გრინჩ ჩვენ არ ხმარობ, ყოფნა არ ყოფნა, ირჩება კითხვად. რამდენიც სახე, იმდენი სევდა დაბუდებულა ამ ნაღრძობ ტვინში და ნაკუწ, სიწყფელეს ხევდა ამ პარტავნების შიშველი თიში თვალები. ნაზები, ბუმბერაზები, დიდ არტისტებად მოვიაზრებით. ხვალ დავჭირდებით ნეტავ ვის რაში, მაგრამ დღეს ტაში, აბაჰე, ტაში. რა სონეტი ან რაღა დროს მიძღვნებია, დაგვანებონ თავია თუ თავები, ოცნებები, ცნებები ვითირღვევიან, უსასრულო დასასრულში გავები. მე რა ვიცი, რა წებოთი გავამთელო, მე რა ვიცი, დაუჯერო ვის რახებს, დაველოდოთ, გასულია საქართველო და რომ მოვა თვითონ გამოგვიძახებს. წელიწადის ყველა დროს, დღეღამეში ყოველ წამს, რასაც არ მთხოვ გეტყვი ხოს, ნუ მთხოვოთ კაცის კვას. წელიწადის ყველა დროს, დღეღამეში ყოველ წამს, რასაც არ მთხოვ გეტყვი ხოს,
ნუ დამიშლე ოღონდ სმას წელიწადის ყველა დროს დღეღამეში ყოველ წამს რასაც არ მთხოვ გეტყვი ხოს ოღონდ დარჩი კიდევ ხანს წელიწადის ყველა დროს დღეღამეში ყოველ წამს რასაც არ მთხოვ გეტყვი ხოს მერე რა რომ კოცნის სხვას წელიწადის ყველა დროს დღეღამეში ყოველ წამს რასაც არ მთხოვ გეტყვი ხოს რა მოხდა რომ ეჭვი მჭამს წელიწადის არც ერთ დროს დღეღამეში არც ერთ წამს არაფერზე მეტყვი ხოს შენი მაინც მუდამ წამს წელიწადის ყველა დროს დღეღამეში ყოველ წამს რასაც არ მთხოვ გეტყვი ხოს ნუ მთხოვოთ კაცის გვას ჩემი ქვეყანა ზიან გოხდა ჩემი ქვეყანა ნახევრად მოკვდა ჩემი ქვეყანა მუჩში ეწევა ჩემი ქვეყანა გულის შეტევა ჩემი ქვეყანა სულ გაშლილია ჩემი ქვეყანა სულ დაჟილია ჩემი ქვეყანა ჩართვის დარაჯი მერჩები ჩემი თუქსუს ღმერთს არ სალია თავში რომ გვირთხას რომ დაგვიმტკიცოს რა მართალია გულმოწყალია დაგვიგდებს სიტყვას უცოდველობით გადამთვალია ჩვენ კი გცალია რომ ვიმეტიჩროთ სად გვეჩქარება რა გვენაღლება სხვისი ლურსმნები რატომ შევირჭოთ უკვე შეირჭოთ ცოდვის ამღებმა შენ ხომ გადარჩი მე ხომ გადავრჩი ვინ რას დაეძებს სულებს ნაკურდალს ძიმე ყოფილა ჯვარი აღმარჩი მაგრამ თის თავში თურმე დახურავს შენ ხომ გადარჩი მე ხომ გადავრჩი გადავში გადავში საროჭა ნასტი კრაოთი ფოლი მართლა სულ ქართულს არ აქვს თოლი კუხნა ბალკონი ზალა პადვალი მიხარ დენამის ბადალი პესოთი სულა თუფლი იუბკა რომელი გოდახარ 15 სუდკა მოპარეს პიჩკა მარცეს პრევიჩკა ლამპოჩკა ჩაინიკი კრაოთი სტოლი ამბეზაულები ინტელექტი ნორი შოფერი მატორი პაკარიშტა ლიჟები საბადაილია იმენა ქიში ჩვენს კაცებს აღარ აქვს ზარღვებში სისხლი ჩვენს ქალებს რძედაცრემლი გაუშვათ სანთლის დანთებით უმალავთ ჩვენს სირცხვილს დაუშვებელი ცდილობთ დაუშვათ ტლუმ გაიხარა თავის თავს ვერცნობს მეორე ტლუში არისტოკრატის შეშინებული და პირმყრალია პატრიოტები ერთი მეორეს ესურიან ზურგში ყველა მეორე გენერალია უსუსურები გამეფებულა და უიცე გადახდილია ფული ტყუიებში ფული სიკვდილშიც გადახდილია მათხოვარის თხოვს ხურდას მათხოვარს და საფლავებიც კვლავ გათხრილია ჩემი ქვეყანა გადაგრეჯილი ნახანძრალი დამწვარი ყანა ასე არ არის ხალხო ასე არ არის განა აი ამიტომ აღარ აქვს ჩვენს კაცებს ზარღვებში სისხლი აი ამიტომ რძედაცრემლი გაუშვათ ქალებს აპლოდისმენტებით გააცილა ქართულმა საზოგადოებამ უკანასკნელ გზაზე ამ ფილმსაც ასე ქვია აპლოდისმენტები და მე მინდა რომ დღევანდელი ჩვენი აქ მოსვლაც აპლოდისმენტებით ჩავძახოთ მის ნეტარ სულს Еще много раз, их раз, да еще много. Духан щепот.
ძლები ვითომ სუფთა სუბრა ისე მგვადან ლოცები რომ მეკურება სუნთქა ეკლესიაც არ მინდა ჯავს თუ იყრის ჯვარი რწმენა სადღაც გაფრინდა რწმენა იქ არ არის მთავარია რწმენა მაგრამ ნეტა სად არის ვერ ვიპოვე ვერა აცმებო ვითომ ახლა ახალი რამე ვერას თავარია რწმენა მაგრამ ნეტა სად არის ვერ ვიპოვე ვერა იყო მუდამ მზად რომ ვერ ნახავს სანდოს სინათლეა თითქოს გზად სიბნელეა ამ დროს სინათლეა თითქოს გზად სიბნელეა ამ დროს раз да что еще раз кайгать еще много раз тавария Авария рцумена, მაგრამ ნეტა სად არის ვერ ვიპოვე ეს თავარი ლექსია მეუბნები უტყუებს დუქანი ეკლესია და ემსგავსნენ ტყუპებს თავარია ვნება ამ დროს უნება მავდეა ღმერთმარინება თავარია რწმენა მაგრამ ნეტა სად არის ვერ ვიპოვე ვერა თავარია რწმენა მაგრამ ნეტა სად არის ვერ ვიპოვე ვერა